კომპანია თბილისი ენერჯის ინფორმაციით დედაქალაქში 2024 წლის მარტიდან დღემდე 3501 ღიაწვის კამერიანი გაზის დანადგარის გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა. Როგორც კომპანიაში აცხადებენ, მონიტორინგის შედეგად დეკემბრის თვეში მომხმარებლის მიერ თვითნებურად დაყენებული 135 დანადგარი აღმოაჩინეს. სტატისტიკის მიხედვით დარღვევების უმეტესი ნაწილი ისანსა და სამგორში ფიქსირდება. თბილისი ენერჯის ტექნიკური დირექტორის მოადგილის გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, დედაქალაქში მონიტორინგი კვლავ გრძელდება. მოქმედებს ცხელი ხაზი და კომპანიაში შემოსული შეტყობინებების შედეგად მოწმდება დანადგარები. მისი განმარტებით, შემოწმება არის უფასო და სამუშაოებს კომპანიის სპეციალისტები ახორციელებენ. დეკემბერ-იანვარში ჩვენი კომპანიის მიერ მუდმივ მოქმედ რეჟიმში გრძელდებოდა წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიერ ჩვენი გაზის მომხმარებლების, ჩვენი აბონენტების შემოწმება. შესაბამისად, გამოიკვეთა ისევ და ისევ გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც არაერთხელ ვიხსენებია და არაერთხელ ხაზი გაუსვია ჩვენ კომპანიას ამ პრობლემებზე. ეს არის პირველ რიგში ჩვენს მიერ წინა თვეებში ჩახსნილი დანადგარების თვითნებური მიერთება, ეს ღიაწვის კამერიან დანადგარებზე, რა თქმა უნდა, აქცენტი, ერთეულები, მაგრამ გამოიკვეთა თვითნებურად ყოველნაირი წესების დარღვევით გაყვანილი გაზგაყვანილობა, გაზის ქსელი და შესაბამისად თვითნებური მიერთებები, ეგრეთ წოდებული, რაც ქვია და ეს არის ძალიან დიდი დარღვევა. თვითნებური დანადგარების დავყენება არის მკვეთრად შემცირებული, ღიაწვის კამერიანის, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ და შეგვხვდა დაახლოებით 135 დანადგარი, რომელიც იყო ღიაწვის კამერიანი და თვითნებურად დაყენებული, ხოლო განმეორებით მიერთებული დაგვხვდა მხოლოდ დეკემბერზე მაქვს ველაპარაკი, შეგვხვდა დაახლოებით 57 დანადგარი, რომელიც თვითნებურად იყო მიერთებული ბუნებრივი აირის ქსელზე. ქონდა ორი შემთხვევა, მეტი არა, სრულად ორი შემთხვევა იყო, მაგრამ ორიც საკმარისია, რა თქმა უნდა, რომ გამოვიტანოთ ასე ვთქვათ დასკვნები. ორი შემთხვევა, როდესაც იგივე სცენარით, რაც ძალიან ხშირად ხდება ჩვენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურს, ჩვენ ერთად მივდივართ ესეთი ზარის დროს, როდესაც სადარბაზოში იგრძნო ორივე მობინადრე, როდესაც ადიოდა მის კუთვნილ ბინაში, სუნი შეიგრძნო, დარეკა ჩვენთან და შესაბამისად მისვლის დროს აღმოჩნდა, რომ ისევ იგივე ახალი არაფერი არ მინახავს, დარჩენილი ქონდა მობინადრეს გაზქურა, კამფორი ღია, იქ არ იყო ბინაში, დაკეტილი იყო ბინა და უკვე ისე იყო გაჯერებული, ასე ვთქვათ, გაზით აღნიშნული ფართი, რომ სადარბაზოში გამოაღწია ბუნებრივი აირის სუნმა, ბუნებრივმა აირმა და ჩათვალეთ, რომ კიდევ ორი გადარჩენილი ამას ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეუსვავ ხაზს, ორი გადარჩენილი კორპუსია და გადარჩენილი უამრავი სიცოცხლე აფეთქებას, იმიტომ რომ პატარა პროვოცირებას მის სახში მისვლასაც ელექტროენერგიის ანთებასაც შეეძლო, გამოეწვია იქ გამოუსწორებელი შედეგი, ანუ აფეთქება. ჩვენ ვაგრძელებთ მუდმივ მოქმედ რეჟიმში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ ჩვენი აბონენტების შემოწმებას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არის ყოველი წლის 1 მარტიდან 1 მარტამდე. ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზის ნომერი 240 4004, რა თქმა უნდა 24/7-ზე, რომელზეც შეუძლია დარეკონ ნებისმიერი პრობლემის დროს, რაც ეხება კომპანია თბილისი ენერჯისთან ურთიერთობას და ამავე დროს თუ მათ აინტერესებთ რა მდგომარეობაშია მათ ბინაში არსებული გაზსადენი და დანადგარები. მხოლოდ და მხოლოდ გაზის სუნის შეგრძნებისას. ეს იქნება ქუჩა, სადარბაზო თუ მათი საცხოვრებელი ბინა, უნდა დარეკონ ნომერზე 114 114.